ახალი შტადლერი რო ვიყიდეთ, რამე შეცვალა საქართველოს მგზავრთა გადაყვანის სტრუქტურაში, 54 მილიონი გადავიხადეთ. მატარებელი ჩვენთვის არ იყო აშენებული. ისეთ ისტორიულ ქალაქებში, როგორიც ხაშურია და სამდრდია, ისტორიულ სარკინიგზო ქალაქებს გულისხმობ, სადაც მოყოლებული მეფის დროიდან ყველა მატარებელი აჩერებდა, არ ყოფილა არ გაუვლია მატარებელს, რომელიც ხაშურში და სამდრდიაში არ გაჩერებულა და მგზავრი არასულა ან მგზავრი მატარებლიდან არ ჩამოსულა, ეს შტადლერი ვერ აჩერებს. და თქვენ აფიქროთ რა გონიათ რამე სიჩქარეს დროს ზოგავს და სიჩქარის გამ. არა ბატონო, შტადლერის მატარებლის იატაკის სიმაღლე და ჩვენი სამგზავრო ბაქნების სიმაღლე განსხვავებულია, მგზავრი ვეღარ ადის, ვეღარ ჩამოდის. სპეციალური ბაქნებია აშენებული ბათუმში, აქ თბილისის ცენტრალურ სადგურში ჩვენ ისედაც გვქონდა ეს მაღალი ბაქანი და აქ შეიძლება მისი მომსახურება. დანარჩენი იქ სათხას აჩერებს კიდევ ქუთაისთან ახლოს, იქ გააკეთეს სპეციალური ბაქანი, მაგრამ ამას სამტრედიაში ვერ გააკეთებ, ამას ხაშურში ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ სამტრედიაში ხაშურში ეს რო გააკეთო, აბსოლუტურად დანარჩენი სამგზავრო მატარებლები უნდა შეცვალო, იმიტომ რომ არ იქნება თავსებადობა. ანუ შტადლერის მატარებელი ტექნიკურად არათავსებადია საქართველოს სარკინიგზო ქსელთან.